თუ არ იცით, სად დაინტერესდნენ უცხოპლანეტელები ფეხბურთით პირველად, ამ ვიდეოს ყურების შემდეგ გეცოდინებათ. რომ ეს თუ ზოგადად მოხდა ფლორენციაში მეორე მსოფლიო ომიდან რამდენიმე წელიწადში. იქ დღემდე ფეთქავს კონსპირაცია, რომ კოსმოსიდან ჩამოსულები პირველ რიგში სწორედ იმ ქალაქს ეწვივნენ ჩვენი პლანეტის კულტურული და ევოლუციური წარსულის შესასწავლად, საიდანაც იყვნენ ეს ოქრო ხალხი: ლეონარდო და ვინჩი, მიქელანჯელო, დანტე ალიგიერი, ნიკოლო მაკიაველი, დონატელო, ამერიგო ვესპუჩი, სანდრო ბოტიჩელი და გალილეო გალილეი. სხვაგან პრინციპში სანუნა წასულებენ. თუმცა ამ საინტერესო ექსკურსიისას სტუმრებს რამდენიმე თვალიდან ერთ-ერთი სწორედ სტადიონისკენ გაექცათ, სადაც უამრავი ხალხი უყურებდა, როგორ დასდევენ კაცები მრგვალსაგანს და მთელი ევოლუცია მიავიწყდათ. მეორე მხრიდან ქვევიდან შევხედოთ ამოცნაურ ისტორიას. წარმოიდგინეთ, რომ გასული საუკუნის 50-იანებია, დრონი კი არა, ფერადი ტელევიზორი არ არსებობს, ხართ ფეხბურთზე, მეორე ტაიმი ახალი დაწყებულია და უცებ სტადიონის თავზე, ცაში, ჯერ ჩნდება უზარმაზარი კვერცხის ფორმის ფიგურა, რომელიც ძალიან ნელა მოძრაობს, შემდეგ კი დიდი კუბური სიგარებივით საგნები, რომლებიც უსწრაფესად დაქრიან და უცებ ერთად ჩერდებიან. წამებში კი იწყება ვერცხლისფერი ჭყვიალა წვიმასავით. გლიტერების წვიმა, რომელიც მზეზე ბრდღვიალებს. რას იფიქრებდით თქვენ ამ შემთხვევაში? გასაკვირველია იმას, რაც 1954 წლის 27 ოქტომბერს ფლორენციაში არტემიო ფრანკიზე შეკრებილმა 10,000-მა გულშემატკივარმა იფიქრა. მოვიდნენ. ეს ფრაზა მოვიდნენ ადრე თბილისშიც თითქმის ყოველდღე ისმოდა. 90-იანი წლების ერთ ზამთარს ბევრ ადგილას შენიშნავდით ადამიანებს, რომლებიც ჯგუფებად იდგნენ და ცაში იყურებოდნენ. ეს ამბავი იმდენ ხანს და ისეთი ინტენსივობით გაგრძელდა, ბოლოსკენ მეგობრებთან ერთად თამაშად ვაქციეთ. რუსთაველზე ვნაწილდებოდით და ერთდროს ვიწყებდით ცაში ყურებას. და მალე მთელ გამზირს თავი და ხელი ზევით ჰქონდა აშვერილი. ფრინავ თეფშებს ეძებდნენ. გამოგიტყდები და ამ თამაში ერთი-ორჯერ მეც მოვკარი თვალი ცაში გამოკიდებულ განათებულ ობიექტებს. თუმცა დავბრუნდეთ ფლორენციაში, სადაც ფიორენტინა პისტოიეზეს ხვდებოდა ტოსკანური შემოდგომის ოდნავ გრილ, მაგრამ ზიან დღეს. ალბათ მიხვდებოდით, რომ ის თამაში არ ჩამთავრებულა. მატჩის შემდგომ ოფიციალურ ოქმში კი ჩაიწერა. გადადებულია სტადიონის თავზე უცნობი ობიექტების გამოჩენის გამო. სხვათა შორის 1954 გამორჩეული წელი იყო მაგ მიმართულებით. ეს იყო უცხოპლანეტელებზე გავრცელებული რეპორტების პირველი მსოფლიო ტალღა, რომლის დროსაც უამრავი შეტყობინება კეთდებოდა უცნობი ობიექტების არსებობაზე. განსაკუთრებით საფრანგეთიდან და იტალიიდან და განსაკუთრებით ოქტომბერში. 1954 წლის იტალიის ნაკრების წევრი არდიკო მანინი, რომელიც მაშინ მოედანზე იყო ფიორენტინას მაისურით, იხსენებდა. ყველაფერი ზუსტად მახსოვს. დღევანდელი დღესავით. ცაში უეცრად გამოჩნდა გიგანტური კვერცხი, რომელიც ძალიან ნელა მოძრაობდა და ციდან ვერცხლისფერ გლიტერებს უშვებდა წვიმასავით. მსგავსი არავის არაფერი გვენახა. აბსოლუტურ შოკში ვიყავით. ფიორენტინას გულშემატკივარი ჯიჯი ბონი ოდნავ განსხვავებულ ვერსიას გვთავაზობს. რამდენიმე წუთის განმავლობაში ცაში რაღაც საგნები დაფრინავდნენ უსწრაფესად და უცებ გაჩერდნენ. ისინი კუბურ სიგარებს გავდნენ. ეს ყველაფერი არაამქვეყნიური იყო. ლოგიკური ახსნა არ ჰქონდა. ამოუცნობი მფრინავი ობიექტების ეროვნული ცენტრის დირექტორი რობერტო პინიოტი მაშინ პატარა ბიჭი იყო, მაგრამ ყველაფერი კარგად ახსოვს. იმ პერიოდში პრესა გადაჭრელებული იყო მარსიდან წამოსული უცხოპლანეტელების შესახებ ინფორმაციით. კონკრეტულად ვინ საიდან იყო არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, ეს იყო მანამდე უცნობი ტექნოლოგიური ფენომენი.
ფენომენი, რომელსაც დედამიწასთან არანაირი კავშირი არ ქონია. 2003 წელს გადაცემაში Voyager 91 წლის ჯორჯო ბატინიმ, რომელიც მაშინ ფლორენციული გაზეთის La Nazione-ს რედაქტორი იყო, მათში შემდგომი მოვლენები გაიხსენა, როცა ჭკუა იხმარა და სახურავებზე მოფჭყვიალე ნივთიერება უნივერსიტეტის ლაბორატორიაში გააქანა. აღმოჩნდა, რომ იქ სხვებიც იყვნენ ნიმუშებით მისული. პროფესორმა ჯოვანი კანიერიმ ნივთიერებას სპექტროგრაფიული ანალიზი ჩაუტარა და დაასკვნა. პირველი, ნივთიერება შეიცავდა ბორს, სილიციუმს, კალციუმს და მაგნიუმს. მეორე, ის არ იყო რადიოაქტიური. სამწუხაროდ მეტის გაგება ვერ მოხერხდა, რადგან ნივთიერება, რომელსაც ანგელოზის თმები შეარქვეს, თოვლივით დნებოდა. რადიკალურად განსხვავებულ პოზიციაზე იყო არიზონელი ასტრონომი ჯეიმს მაგგა. ეს სულელური იდეაა, რომელსაც მეცნიერება კატეგორიულად უარყოფს. უცხო პლანეტელები არის მითი. აქ არავინ ჩამოვა არც ჩვენს გასანადგურებლად და არც გადასარჩენად. თავიდან როცა ამ ამბავს გავეცანი, მეგონა რომ საქმე გვქონდა ცეცხლოვანი მეტეორის ნატეხებთან, რომლებიც მართლაც სიგარას გავს. მაგრამ მე მივხვდი, რომ ეს უბრალოდ ახალგაზრდა ობობების მიგრაცია იყო. ისინი ზუსტად ასე იცვლიან ლოკაციებს, წვრილი ბრჭყვიალა ქსელებით. რასაკვირველია ვიცი მიგრანტი ობობების შესახებ, მაგრამ ეს სრული ნონსენსია. არ ეთანხმება მაგას პინიოდი. მას მხარს უჭერს სამეცნიერო მწერალი ფილიპ ბოლი. მაგნიუმი და კალციუმი ცოცხალი ორგანიზმებისთვის მთავარი ელემენტებია. ბორი და სილიციუმი ნაკლებად. და თუ ეს იყო მაშინდელი სინჯის ძირითადი კომპონენტები, მაშინ ობობების ვერსია გამორიცხულია. გარდა ამისა, მათი ქსელი არის პროტეინი და შეიცავს აზოტს, კალციუმს, წყალბადს და ჟანგბადს. ეს ელემენტები კი მაშინ ვერ აღმოაჩინეს. საბოლოოდ კი ისე გამოვიდა, რომ მეცნიერებმა ორივე ვერსია უარყვეს. ისიც, რომ სოფლიო ისტორიის შესასწავლად დედამიწაზე ჩამოსული უცხოარსებების ყურადღება ფეხბურთმა მიიქცია და მიქელანჯელოები საერთოდ მიავიწყა და ისიც, რომ ნორჩი ობობები ვერცხლისფერი ციური ლიანდაგებით სხვა მხარეებში მიიჩქაროდნენ. და თქვენ რას ფიქრობთ, რა მოხდა 54 წლის შემოდგომაზე ტოსკანაში? ან სადმე ხوار შეგიმჩნევიათ ცაში უცხო ობიექტები? დაგვიწერეთ კომენტარებში და ერთად განვიხილოთ ეს უცნაური ამბები.